27 მითი. ანაბოლური ფანჯარა. არა ვარჯიშიდან ნახევარსაათში ცილების მიღება ეგეთი მნიშვნელოვანი არ არის, მთავარია დღის განმავლობაში მიიღო საკმარისი. შემდეგი მითი. გასახდომი ჩაები. იგივე შარდენები, ოღონდ უფრო ძვირი. ძალიან გთხოვ მათზე ფულს ნუ დახარჯავ. 29 მითი. ვარჯიშების ხშირად ცვლა კუნთების დასაბნევად. არნოლდ შვარცენეგერის უდავო სიდიადის და მიუხედავად, ამ მითის პოპულარობა თავიდან ბოლომდე მის კისერზეა. კუნთების სიურპრიზებით და დაბნევით არ იზრდება. 30 მითი. პროტეინი მაგიურად გაგიზრდის კუნთებს. პროტეინი უბრალოდ ცილების წყაროა და მეტი არაფერი. თუ მისი გამოყენება შენი დღიური ნორმის მიღებაში გიწყობს ხელს, ის რა თქმა უნდა დაგეხმარება. 31 მითი. კუნთისთვის რაც უფრო მეტი სახეობის ვარჯიშს აკეთებ, უკეთესია. ვარჯიშების დრო და დრო ვარიაცია კარგია, მაგრამ საერთოდ არ არის აუცილებელი ერთ ვარჯიშზე თითო კუნთზე 4-5 სხვადასხვა მოძრაობის შესრულება. მითი 22. დარბაზში საათებს თუ არ ატარებ, აზრი არა აქვს. პროგრესს ვარჯიშის ხარისხი უფრო განსაზღვრავს, ვიდრე რაოდენობა. კვირაში რამდენჯერმე 30-60 წუთის განმავლობაში სწორად ვარჯიშიც კი საკმარისია. გადავიდეთ შემდეგზე. ჩაჯდომისას მუხლები ფეხის თითებზე წინ არ უნდა გავიდეს. ფეხის თითებზე მუხლების წინ გასვლა არ არის მათთვის საშიში და პირიქით მუხლის აღზრდის გასაძლიერებლად სჯობს კიდეც ის შეაჩვიო მოძრაობის უფრო გრძელ ამპლიტუდას. 34 მითი. ცივი აბაზანა აღდგენისთვის კარგია. გააჩნია ვისთვის. კი, ცივი შხაპიან აბაზანა ამცირებს ზოგად ანთებას, ცენტრალური ნერვული სისტემის დაღლილობას და კუნთების ტკივილს, მაგრამ ამავდროულად აფერხებს კუნთის ზრდასაც. ასე რომ თუ ხარ ბოდიბილდერი და გინდა რაც შეიძლება მაქსიმალური კუნთოვანი მასის მომატება, ცივი აბაზანები არც ისე კარგია შენი მიზნისთვის. მითი 35. ლიმნიანი წყალი ცხიმს წვავს. არა ლიმნიანი წყალი უბრალოდ ცოტათი მეტ ვიტამინს შეიცავს და საერთოდ არ აქვს გავლენა ცხიმის წვაზე.